ყველა კათოლიკეს და არა მარტო კათოლიკეს, ვისთვისაც ძვირფასი იყო პაპი ფრანცისკეს მსახურება ეკლესიაში, მიუსამძიმრებ. ადამიანის ცხოვრება ესეთია, რომ ერთხელ დავიბადეთ და ერთხელ წავალთ ამ ქვეყნიდან. მაგრამ პაპი ფრანცისკეს პონტიფიკატი, ეს პერიოდი, როდესაც იყო პაპი, რაც განსაკუთრებული ფორმით განსხვავდებოდა სხვა პაპებისაგან. მას ჰქონდა ძალიან ბევრი დადებითი თვისება. მე მხოლოდ ვიტყოდი ორ თვისებაზე. ერთი ეს არის, რაც ძალიან პირდაპირ ჩანდა თავიდანვე, როცა იქნა არჩეული, მამობრივი მზრუნველობა. და მეორე, რაც ძალიან მალე ყველამ შენიშნა, ეს არის მისი თავმდაბლობა. მამობრივი მზრუნველობა გამოიხატებოდა იმით, რომ ჯერ ვიცით, რომ პაპი კი ყველაზე დიდი პოზიცია უკავია, მაგრამ პაპის ტიტულში იქ არის რომის ეპისკოპოსი და არის მსახურთა მსახური. ხო, და მამობრივი ზრუნველობა იმით გამოიხატებოდა, რომ ეს იყო რაღაც განსაკუთრებული პაპი, რომელიც ზრუნავდა არა მარტო იმ დიდ ქვეყნებზე, კათოლიკურ ქვეყნებზე, სადაც მილიონობით კათოლიკია, არამედ მის ესეთი მიმართულება დევიზი იყო და სხვადასხვა დროს ამ პერიოდში სხვადასხვა ვიზიტები მოახდინა ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორც არის საქართველო. ანუ მისი ესეთი სურვილი იყო პერიფერიებშიც მივიდნენ. და ძალიან კარგად ვიცით, პაპი ფრანცისკე იყო მეორე პაპი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ჩამოვიდა 2016 წელს საქართველოში, ასე ცოტა კათოლიკებთან. რამაც ჩემი შეხედულებით, ჩემი დაკვირვებით ძალიან კარგი დადებითი რეაქცია მოახდინა თვითონ ჩვენ კათოლიკეებში, ხალხშიც საუბრებშიც მე ესეთი გავიგე ჩვენი კათოლიკეებისგან, რომ ნუ თუ ამდენი დრო აქვს პაპს, რომ ასე ცოტა კათოლიკებისთვის საქართველოს მოიცალა და ჩამოვიდა. ეს არის ზუსტად ის მოქმედება, როგორც კეთილი მწყემსი, როგორც მზრუნველი მამა, როგორც სახარებაში წერია, 100 ცხვარი რო ყავს და ეს ცხვარს დაკარგავსო, იმას მიატოვს და მიდით იმის არის საძებნელად. ეს რაც შეეხება ამის ამ მამობრივ ზრუნველობას და მეორე თავმდაბლობა ძალიან ნათლად ჩანდა ის, რომ ძალიან უბრალო იყო. არ ქონდა რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნები, თუნდაც ის, რომ მანქანა რომელთაც მოძრაობდა, საკმაოდ ნაკლებად არაძვირადღირებული მანქანით დადიოდა და ძალიან ბევრ ადგილებში, სადაც მიდიოდა და ასე შემდეგ, აი ეთხოვოდა, რომ არ ქონდა რაღაც ასე განსაკუთრებული ოფიციალურობა. იყო პირდაპირ. ეს მე შევნიშნე თუნდაც საქართველოში ყოფნის დროს, როდესაც ჩამოვიდა 2016 წლის 1 ოქტომბერს პაპმა ჯერ ჩაატარა წირვა მიხეილ მეცხრის სახელობის სტადიონზე. შემდეგ მოვიდა საკათედრო ტაძარში ქონდა შეხვედრა სამღვდელოებასთან და მრევლთა წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ იყო შეხვედრა კამიგელთა ცენტრში ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაციების ბენეფიციარებთან და თანამუშაკებთან. მე მქონდა ის ბედნიერება, რომ ამ შეხვედრაზე ამ საქველმოქმედო ყველა ორგანიზაციები, რომელიც საქართველოში არის, მათი სახელით მე მივესალმე პაპს. და მინდა ჩემი პირდაპირ გამოცდილება, სადაც გამოჩნდა ასეთი რამე, რომ როდესაც პაპი მოვიდა, ჯერ იქ პროტოკოლით არის, რომ პირდაპირ უნდა მოსულიყო დამზადიყო თავის ტახტზე. და თავის თავმდაბლობით, იქ როდესაც ძალიან ბევრი შიშმპირები ეტლებით ყველასთან მივიდა და აქ დაცვა ხედავდი დაცვა როგორ განიცდა დრო გარდისო, ეს ყველას არ აქცენტებს, რომ მის მნიშვნელოვანი ადამიანი ის თავმდაბლობა მათ წინაშე ყველას იამბორა, ხელზე აკოცა. შემდეგ როცა მოვიდა დაჯდა თავის ტახტზე, მე როცა წარმოვიდგინე მის სიტყვა, ამ დროს პაპი იჯდა თავის ტახტზე. და მე ეს ნორმალური რეაქცია, რომ მე მივდივარ, უნდა დაუჩოქო პაპს და ვიამბორო დაჩოქის, მაგრამ ჩემთვის იყო მოულოდნელი, რომ პაპი წამოდგა, არ მომცანება, რომ მე დავჩოქლე, ხელი მომკიდა, ამაყენა და როგორც ორი ძმა, ესე გადავეხვიეთ, როგორც მამა და შვილი, ან ორი მეგობარი, აი ეს დამაჟრიალა ტანში.
ასე რომ ეს პაპი ამის კარგი იყო თუნდაც ის რომ ბოლო დღეები ეს ფაქტიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღდგომა დღეს როცა მას სავარაუდოდ აღარ შეეძლო მაგრამ ალბათ ბოლო ძალები მოიკრიფა გამოვიდა ყველას პოულოცა სულ რამდენიმე სიტყვა ყველა გილოცა აღდგომასო და გამიასულა ასე რომ მე ვაფასებ ძალიან დადებითად ვილოცეთ ამის შემდეგაც და ასევე ახლა ეკლესიას ჭირდება რომ ვილოცოთ რომ სული წმინდამ აირჩიოს ღირსეული პიროვნება რომელიც ამ ეკლესიას წაუძღვება მომავალში